მოკლედ 45,000 თუ მომცემთ, დღესვე წავიდეთ გადასაფორმებლად. არა, 45,000 ვერ გავაკეთე. ესე იგი არ გადაუფიქრებია რა. არა. მე გთავაზობ გავაგზავნოთ ჩვენ თანამშრომლობა. მეც დავბრუნდე? ო, შენი ნომერი დამიწერე. მზადრო იქნება დაგირეკო. კვირის ბოლოს მიფრინო ამ დედამოწყმული ქვეყნიდან შარი არ მინდა რა. ჩვენ კიდევ რჩებით ძმავამ დედამოწყმულ ქვეყანაში და გეუბნები რომ არ იქნება მეთქი შარი და გადაწყვიტე ხა მოდიხარ თუ რჩებით. ოი ასნა მოვდი. ჯიგარი ხარ ეგრე რა. აი მე მაკაი ნუცას ხმარი რა აკაკი ადვოკატი არ არის? ხო და მე დაურეკოთ და რაღაცა გვითხრას იქნებ დაგვაკვალიანოს როგორ მოვიქცეთ რა ვქნათ მაკა რა გავაკეთოთ? აქ წერია რომ ბინის ფლობელი ხართ თქვენ და ვინმე იზაბელიაშვილი. ზიახია. და ვინ არის ქალბატონი იზა თქვენი? ჩემი ყოფილი ცოლია. მაგრამ გაშორებული არა ვართ. საუკუნეა საბერძნეთშია. იურიდიულად ისე თქვენი ცოლია, ხო? მე რა? რა შეასახა? არაფერი, რაღაც პატარა პრობლემაა როგორც ჩანს. რა პრობლემაა? ბატონო მარლე. ბინის ფლობელი ხართ თქვენ და თქვენი მეუღლე. მე თქვენ ცოლს უნდა სახლის გაყიდვა? რა შუაშია ჩემი ცოლი, მან არაფერი არ არის. ეხლა ვიაგიხსნით ბატონო მარლე. როდესაც ბინის ფლობელი ხართ თქვენ და თქვენი მეუღლე, ორივეს თანხმობაა საჭირო რომ ბინა გაიყიდოს. კაცო. მე და ჩემი ცოლი ერთად აღარ ვარ. ის საბერძნეთში და აღარ ჩამოდის. გავშორდით ერთმანეთს. ხო, მაგრამ ქალბატონი იზა იურიდიულად თქვენი მეუღლეა, ხომ ასეა? ასე რომ ბინა მისიც არის. ბატონო მარლე, მეც გამიგეთ რა. მეჩქარება. იქნებ როგორმე მოვაგვაროთ ეს საქმე და მორჩეთ ამ ყველაფერს რა. რა გავაკეთო? ის აღარ არის ჩემი ცოლი და რა გავაკეთო მე? ბატონო მარლე, დამშვიდით დაწყნადეთ. გვესმის ყველაფერი თქვენი პრობლემა, მაგრამ რა ვქნათ? სხვანაირად არ გამოდის და მოკლედ დაურეკეთ თქვენს მეუღლეს თუ არის შესაძლებლობა და აუხსენით სიტუაცია. ისე განქორწინების საკითხი შეიძლება ინტერნეტით მოაგვაროთ და სხვათა შორის ბინაზე თანხმობის მიცემაც შეიძლება ინტერნეტით მიიღოთ. კი ბატონო, დაურეკავ თუ გამოვა რამე. მოკლედ ასე ვქნით რა. ბატონი მარლენი დაურეკავს ახლა თავის მეუღლეს. ჩვენ კიდე გაგაგებინებთ თქვენ და დაგიკავშირდით. ხო, მაგრამ მეც მეჩქარება. ამ კვირაში უნდა მოვაგვაროთ ეს ამბავი რა. მე ჩემი საქმეები მაქვს, წასასვლელი ვარ. არ არის პრობლემა. ყველაფერი მოესწრება. ხომ ასეა ბატონო მარლენი? კი ბატონო, დაურეკავ და რამენაირად მოვაგვარება. ხო ხედავთ. ბატონი მარლენი გარანტიას გაძლევთ რომ ყველაფერს მოვაგვარებს და ამ კვირაში ბინა თქვენი იქნება. კარგით, გენდობით. მოკლედ, ესე იგი თქვენ ზარს ველოდები. ახლა დაგტოვებთ, კარგით? კარგით. აბა დროებით. ნახვამდის ბატონო მარლენი. კარგით.
ბატონო მარა, დამშვიდით, დაწყნარდით. არაფერი არ არის სანერვიულო, ძალიან მარტივი პროცედურებია. 1000 ჯერ გვაქვს გაკეთებული ასეთი საქმე. ხო, მაგრამ მაგაზე კი არ ნერვიულო. მაშინ ესე იგი ყველაფერი კარგად ყოფილა, ხომ ასეა? არა. ჩემმა ცოლმა რომ გაყიდვის ნება არ მოიქცეს. ბატონო მარლენ, ეხლა თქვენი ოჯახური ამბები ჩემი საქმე არ არის, ხომ ასეა? რა ვიცი, მე გირჩევთ რომ დაურეკოთ თქვენს მეუღლეს და დროზე მოაგვაროთ ეს საქმეები. შევთანხმდით? არის დაურეკა. კარგი, თქვენს არს დაველოდები მაშინ. კი ბატონო, ხვალ დაგირეკა. კარგი. მოდის დაურეკავ პალატას. თვითონ დამირეკავს. ეგრე მითხრა. არა, შენ დაურეკე დღესვე. მე რატო დაურეკავ? დაურეკე დღესვე. კაი, დაურეკავ. არენდობი თუ რა ხდება? არავის ნდობა არ შეიძლება დღეს. დაბა იმდენი ფული ტყუილა გადაყარე? თუ არ ხარ დარწმუნებული რომ გააკეთებს იმ საბუთებს, ტყუილა რატომ იმატანინე? ასეა საჭირო და იმიტომ. კაი. აუ მაყუთი ჭირდება. იმე ფული. ხო, აბარა ჯანდაბად მინდა ეს საბუთები, მაყუთი თუ არ მექნება, როგორ მოვხიო აქედან. არა, აზე ვერ მოდიხარ, ხო რა ხდება? დაურეკე დღესვე პაარას. დაბურეკავ. საბუთები გაკეთება თუ არა ეგრევე წასვლაზე უნდა ვიჩარჩო. არა, ბომბზე ვზივა, გესმის? ნებისმიერ დრო შეიძლება დამადგნო. რაღაცას მოვიფიქრებ. არ ვიცი რას, მაგრამ მოვიფიქრებ. კაი. ცოტაც და მოხევთ რა აქედან. კაი, წავედი ახლა მეჩქარი. ვაიმე. გუშინ დამავიწყო და ბარათების მოცემ. ჯიგარი ხარ. გაუფრთხილდი რა თავს. ურამეა დამირეკე. შენ პაატას დაურეკე არ დაგავიწყდეს. დავურეკავ. ხო და სიგარეტი წამოაყოლე თავდება. აქ ნახტად არ გელოდი რა. არა, სოფელში გითქვეს რომ ქალაქში წავიდაო, მაგრამ რა ვიცი. დარჩა ვინმე ვინც არ იცის? არა, ხო იცი, როგორ არის, არა, შენი სანა გოგოს იქ არ ყოფნა სოფელსაც აკლდება და თვალსაც და სოფლის თვალი ხარ რა. ხო, აქ რა საკეთე? მუშაობს სტილისტად. მართლა? ხო, და აქ ვცხოვრობ ალბათ, ხო? ხო. კაი, მეჩქარებას. ხო, არ მეც ძმაკაცთან ვარ და ნახავ ხოლმე, კარგი? კაი, კარგად. კარგად. ისიც ცოტა ჟინო შესაძლოა ოჯახში მეორე. მოდი ახლა. მალე მორჩები შენ? ხო, კი, აი გიორგი ჩამოვა, ნოტარმა და დავიდით. აუ ნანა გეხვეწები გიორგის ყავა გაუმზადე. აბა რას ვიზამ? რუსუდან შენ არაფერს არ დალებ? არა, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ საყო. მშვიდობისა. ნანა ყავა დამიდე. არაფერი არ გინდა გაკეთო? არა. არა, შენ დამიდვარ. აი ნატა რეკავს. ხო ნატა. ამოდი და თან გავიდეთ, ხო? ამოვა ახლა ნატა. ხო და ამავა და წავედით მეც დავამთავრე. გიორგი შენი ყავა. რუსუდან სარეცხის შეყრას ვაპირებ და გააკეთე. უი ხოჩევებსაც მოგცემ რა. როგორ ფიქრობ?
გადაიფიქრებს? სუდანი? ნუ, ინას რო ნახავს, ისე მოეწონება გადაიფიქრებს. ეგ ვარიანტი ჯობია რა. ჯობია რა თქმა უნდა. და ის რომელიც საბუთებია? ლევანდელი. მე აქ ფასი თეღიკის გარშე რატო წერია? ჩვენი არ დაკვირვებულა. ჯერ ხელი არ მომიწერია ამას, დღესვე გადავაკეთებინებ მომტერს. ხო და იცი კიდე რა ანა, აი ანი აპირებს გასვლას, აქ ხვეწები მიაქცია ყურადღება, რომ კარგად ჭამოს. კარგი, აბა რა რუსუდა. ის ნატა იქნება მე გავუხდი. ახცე. დილამშვიდობისა. გამარჯობა ნატა. ჰაუ, რა მაგარია გუდაურში საკუთარი სახლი ისრიალებთ მერე. რუსუდანს რო კითხო? არ უნდა. ნატა რაღაცვია. რა? ხო გთხოვე დაბლებზე ჩაიცვი თქო. დაბლებზე როდის მაცვია? ხო, მაგრამ გუდაურში მივდივარ და ამ ფეხი გადაგიბრუნდეს და რამე მოგივიდე. მაინც რა უნდა მომივიდეთ ესე. წავედით, მარე? ხო, წავედით. აბა წამ. წავედით ნანა ჩვენ. ნანა. გამარჯობა და ხვამდის. გიორგი შენ რამე ხო? აბა კეთილი მგზავრობა. თანხეთი გოგო არ გია. ნუ მაგის გარეშე ჟურნალისტიკაში ვერ გადარჩება. მოკლედ რატომ დაგიბარე? ჯერ ეს ერთი ბუღალტერიაში შენ რეგვიზიტები მიიტანე, ხელფასი რომ დაგერიცხოს. ვა, უკვე არის? აბა რა. რა ვიცი, გია შოუბიზნესზე რომ მუშაობდი, მე თვეობით ველოდებოდი ხოლმე რაღაც კაპიკებს. ნუ პრიორიტეტების ამბავია. მეორეც. ძალიან მაგარი თემა მაქვს შენთვის. მოკლედ ძალიან დიდი სკანდალია შოუ-ბიზნესში. იმ კონცერტის მერე ისე აირია ყველაფერი. ისეთი საშინელი ჭორები დადის იმ შენ საყვარელ რესპონდენტზე. რა რესპონდენტზე გია? რა შოუ-ბიზნესი, რა მომღერლები? დამთავრებინე რა გითხრა. ხო და გაუშვით გოგოები ინტერვიუს ჩასაწერად და არავინ არ მიიკარა. გვანცა გამოუშვით კიდე თუ. რა სისულელეებს მეუბნები ხა ხვდები საერთოდ? ანცა მეხოცები რა ამერთხელ რა მოხდა? გითხობს რესპონდენტი. აი არავისთვის ასე არ მithოვია ინტერვიუზე წასვლა. აი მაგრამ კიდია რა, ის რესპონდენტიც და ეს თემებიც საერთოდ ძალიან კარგად იცი შენ. კაცო რატო არ გესმის რომ შენი ადგილი არის ყვითელ პრესაში. რა ჩემი ადგილი ყვითელ პრესაში? გია არ გადამრიო ახლა. მე გადავები? ძალიან სასაცილოა რა, ძალიან. მაგრამ ავარდია. ნეტა ჩამეწერა. მეტა. აი ეს ნახე. მაგრამ ავარდი. მოკლედ თემა თუ მოგეწონა შეგიძლია დაწერო. დაგაკავშირებ. როდის არის დედლაინი? კვირის ბოლოს. რასი? პირდაპირ ესე რომ დაგეწყო არ შეიძლებოდა? აი ავიღებ თემას. ძალიან კარგი. არა, ისე რომ წოდე არ მიხუმრია. რესპონდენტები გითხოვენ და იფიქრე მაინც. შოუ-ბიზნესი. კვირის ბოლოს გექნება სტატია. ხალანიკო. ბუღალტერია შეიარებ და გავიწყდეს. რა შენ არ დაიკარგე? Hallo. Iza. მე ვარ, მარლენი ვარ. მარლენ, თუ ფულზე მირეკავ? ხო. არა, იზა, ფულზე არ გირეკავ.
სხვა საქმე მაქვს. გისმენ, მითხარი დროზე. არა, ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ სიცოცხლეში ამას ვერც ვიფიქრე, გიცი შენ. სახლი უნდა გავყიდო. სახლი? ხო, სახლი. ჩემი სახლი უნდა გავყიდო. მაგრამ ორივე სახელზეა გაფორმებული და შენი თანხმობის გარეშე ვერ ვყიდე. ამაზე გირეკავ, კლიენტი მეროდება. არა, მაგ სახლის გაყიდვა რამ გაფიქრებინა? ეგ სახლი ჩემიცა და არ გაგეყიდინე. არა, იზა. ამ სახლის იმედი მაქვს. ძალიან მჭირდება ფული. უნდა გავყიდო, გამიგე რა. შენი საიდანაა? რამდენი ხანია ფეხი არ დაგიდგავს აქ? უნდა გავყიდო, გესმის? დღეს ხვალ კლიენტი მელოდება და უნდა გადაუფორბო, გესმის? კარგი მართლა, გაყიდე, მაგრამ ნახევარი ჩემია. ნახევარი შენი როგორ არის? კალო გამაგებინე ერთი, არ გამაგიჩო. რამდენს გაძლევს კლიენტი? მაგის ნახევარი ჩემია. სხვანაირად თანხმობას არ მოგცემ. ალო, მერა, მარლენი ვარ. გამარჯობა ლევან. როგორ ხარ? გამარჯობა თინა, როგორ ხარ? სტუდენტებმა მომასწავლე საფიქნებაო. ხო, აქ ვარ ხოლმე ლექციების მერე. კაი გარემოა რა? კი, ისეთი ახალგაზრდული. ლევან რაქელი ბუდაპეშტის პროექტზე გავუშვი მე? კი, რატი უგრეხელიძე, ტურიზმზე სწავლობს. რაღაც არ მახსოვს ეს ბიჭი? კაი ბიჭია და მააქრატის იმედი. აჰა, ხო, კარგი, ძალიან კარგი და ისა შენ ეს კვირა ძალიან დაკავებული გაქვს? ნუ, როგორც ყოველთვის ლექციები მაქვს. შუალედურები აწერინე. ვაწერინე და ნიშნებიც შევიტანე. ხო, ძალიან კარგი. მოწვევა მოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე. თუ სურვილი გექნება გაგიშვებ. იცი, მეც ვარ მიწვეული და პლუს კიდე ერთი სტუდენტი. რა კონფერენციაა? ეს არის ბოდიშ ბატონო ლევან, შეიძლება რაღაც გითხოთ? კი, გისმენ. შუალედურის აღდგენა იქნება, იმიტომ რომ არც ეს შუალედური და არც წინა არ დამიწერია და მეშველება რამე. რომელ ჯგუფში ხართ? ბიზნესს ვსწავლობ. სემესტრის ბოლოს დავნიშნავთ აღდგენას და დაგაწერინებთ თუმცა მარტო ერთ შუალედურს. აუ, ძალიან დიდი მადლობა. ოღონდ აი მარტო არ ვარ. გამარჯობა. კი, მაგრამ სად იყავით ახამდე? ჩაიხედეთ სილაბუსში, მოემზადეთ და დაგაწერინებთ. მადლობა. არაფერს. შევიშალე ჭკუიდან. არა, ყველა ესე არ არის რა. ესენი მე მგონი საერთოდ არ ყოფილან ლექციაზე. რას მეუბნებოდი კონფერენციაზე? ხო, მოკლედ ეს არის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. სხვადასხვა უნივერსიტეტები ღებულობენ მონაწილეობას. ხო და რა ვიცი. მენეჯმენტის სკოლა გაგიგია? კი, როგორ არ გამიგია, ძალიან საინტერესო არის. წამოხო? ძალიან დიდი სიამოვნები. ხო, ძალიან კარგი, მაშინ იცი რა, ბათუმშია ეს კონფერენცია და ხუთშაბათს იწყება. ძალიან კარგი. კარგი, მაშინ ლევან იცი რა, ქენი შენ ახლა ეს გამოცდების ამბავი მოაგვარე. მე დეტალურად მოგწერე, რაღაცებს გადმოგიგზავნე, არაფერი ისეთი არ არის, რაღაც აპლიკაციაა შესავსები და ძალიან კარგი თუ მოდიხარ. კი, სიამოვნებით. კარგი, მე წავავდები. კარგი, დროებით. ნახვამდის. ნახვამდის. გამარჯობა ბატონო ლევან. თქვენთან გავდივარ მენეჯმენტის კურსს. და შუალედური არ დაგიწერია? და აბა მოგზავნით. ხო. რა სიტყვია? ვიჭი რა უნდა თქვა? თარიელი კედლებია რა. ჰაუ, რამხელა სივრცეა? აი რა სივრცე და რა სატყო. რუსუდან ეს რო შეივსება, იცი რამხელა გამოჩდება? რამაზ აი აქ შეიძლება საერთოდ გადაიტიხროს და სამზარეულოც გამოვიდეს და მისაღებად. არის გათვალისწინებული. და რამდენი ოთახი გამოვაქ?
ოთახი აქ ხო 3 არის. ზემოთაც 3 საძინებელი და გადაკეთებაც შეიძლება. 3? მე 3 გვეყოფა? მე და ანუკას გვეყოფა და ეხლა თქვენ მაინც არ ჩამოდიხართ. კაი რა გიორგი რა სამზარეულო ხო გინდა მისაღები გინდა. რაგი რუსოდან უნერვიულობ რა ამ ხელა სახში წყლობით ცხოვრობს ad ხალხი. ეხა ორი ბავშვი ორი თვე აქ ვერ დაეტევა? აი ნუ რატო როცა შეიძლებოდა რომ უკეთესი ყოფილიყო. ნახე რა ხედია, მოდი ნახე. რა ხედია ეხა ასეთი ხედებია აქ ყველგან. ნუ ხო ხედი ლამაზია. მარტო ხედი რუსუდან? ხედის გარდა მთელი კომპლექსია. რესტორანი, სპა სალონი, ფიტნესი, რა ვიცი, ყველაფერი რაც გინდა, ბასეინი. ხო რა ვიცი. გონდოლებიც აქვეა, რა საიჩემე ეს ეზო? მინდა და რა ვქნა? რაღაც მეცხადამ პატიჟებ ხოლმე. რა თქმა უნდა, ნატა, როცა გინდა. რუსუდან არ თქვა ეხლა რომ არ მომეწონაო რა. გიორგი დარეკე და მიწაც ვაჩვენოთ. რუსუდან მაღალი ჭერია, არაჩვეულებრივი ბინაა, თუ გინდა კაბინეტსაც კი მოიწყო. კარგი ნატა, ეხლა ეს ვერაფერს ვერ ხედავს. ველოდებიან, შეგვიძლია წავიდეთ და მიწას ვნახოთ. ხო და კაი. ბატონო, წავედით. რუსუდან რა სილამაზეა. ბაკო! ადახ შემოჩამეძინა. ადე გაიღვიძე, ადექი რა დრო ზილია და. რა დრო ზილია გელოდე 9 საათი ამეძინა. აი ყველა რაღაცას ვაკეთებ ჩეჩემა და შენ კიდე გძინავს რა პონტი. ახტება. არ შეძმაო. მანქანა არის. ჩემი ძმა კაცია რა, ერთი ძალიან ჯიგარი ბიჭია და იმან გააცრო რა. ვინ არის მე არ ვიცნო. არა გაიცნობ რა. ხო და კაროჩე მანქანა ხოძეა და ის შენი რეჟისორიც ადგილზეა რა. ჯიგრები ხართ რა. ბიჭო. პროსტა მომისმინე. რაღაცა ჩაიდე უეჭველი რა. ბიჭო სამნი ვართ მამე, კომანდი. ბიჭო შეიძლება მომენტ არ დაგჭირდეს, მაგრამ რა იცი რა ხდება გვეგდოს რა. ამეთ ხო? რამის ჩავაგდებ რა. აი წავედით რა. აუ. ბიჭო, მაიკავნამათ ხო რა? მაიკა? ხო რა, ეს სალის ნაჩუქარია და არ მინდა რომ რამე დაემრა. yes. Okay, right. ეს მაგარი. ანი გიორგაძე ხო? ანი გილოცავ? გასაუბრების პასუხები დადებით. დიდი მადლობა. იცი ხომ რომ კურსები მომავალ კვირას იწყება? კი, მითხრეს. ესე იგი უნდა მოხვიდე. ტესტები უნდა დაგაწერინოთ, რომ მერე ჯგუფებში გადაგანაწილოთ. კარგით, იცი რა მაინტერესებს, ჩემ მეგობარსაც უნდა მოსვლა და როგორ. კარგით, არ არის პრობლემა, უბრალოდ ტესტის დაწყებამდე მოვიდეს, რომ გავესაუბროთ. კარგით, მადლობა. კარგით, და ტესტის ზუსტ დროს შეგატყობინებთ. კარგით, მადლობა დიდი. ნახვამდის. ალო. როგორ ხარ? კარგად, შენ? რავი, მე ინგლისურის კურსებზე ვიყავი. მართლა? კარგია. გასაუბრება გავიარე, ძალიან მარტივი იყო და შენზეც ვკითხე. ხო და გვაქვს ადგილებია და შეგიძლია დაიწყო რა, 2 კვირაში იწყება ეს კურსები. მე როდის უნდა გავიარო გასაუბრება? აი შემდეგ კვირას მოვალთ ერთად და ტესტების აწერამდე შენ გექნება გასაუბრება. კარგი. აი წავედი ხა ტაქსი გავაჩერებ და დაგირეკავ. აი მიდი.
მე გადასარევია რა. ნახე რა ბუნებაა და რა ჰაერია, ნახე. რუსლან ჰაერია, ყველგან კარგია. არა, შორსა, ის გონდოლებთან იყო ახლოს. მართალია. რაღაცნაირი ადგილია. ცუდიაო რა. რა არ მოგწონს? შენ არ მეუბნებოდი ეზოიან სახლზე ვოცნებობო? ეზოიან სახლზე ვოცნებობ ფალიაშვილზე. ისე სწორს ამბობს რამაზი. აქ ზამთარში მარტო 2 თვე უნდა ჩამოხვიდე ზაფხულში, აქ რა გინდა იმის თანაკურორტებზე დადიხარ. რუსლან მართალია რა. თან ეს სახლი ზამთრამდე ან მოესწრება, ან არა. თან დროის ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი. რატო ზაფხულში რა ცუდია? ნახე რა ხედები, აი ხედები. აი რა, ხედები არა, აი რა. იქიდან ცუდი ხედი იყო? აი გეკითხები რა ჯობია ზაფხულში შენ ეზოში, შენს გემოზე რო ხარ ხანაკით გადაიდებ, ფეხზე ხან იქით გადმოიდებ. და მწვანილებს დაკრიფავ, ყვავილებს მოული. არა, რუსუდან რა უნდა აერჩიო. ან ის ბინა უნდა ავიღოთ, ან ეს მიწა. რატო რა მას ორივე არ გამოვა? არა, ორივე არ გამოვა. მოკლედ მე წავედი რა, აქ სანახავი მეტი აღარაფერია. მანქანაში დაგელოდებით. მეც მოვდივარ. კარგი რუსუდან. მოვიფიქრო და გადავწყვეტოთ. მე არ მინდა რომ შენ გაწყენი. აი მაშინ მოვიფიქროთ რა. კარგი, წავიდეთ. ნელა. აი მე გიორგი მოდი ფეხი გადაუბრუნდა. ნელა არ დადგა, ნელა. არაფერია, მოდი. მოდი დაეყდენი, ნელა წამო. ფეხი არ დადგა და ისე წამო. ნელა ხო? ხილეთ. ხო ვამბობდი, ცუდი აურაა მეთქი არა? შენ ნელა დაჯექი. დიჩაჩი მოგატია რა. დავაგვიანდა ცოტა. რეშვები შენ, დიდხანს გავატინე? არა, მიცე ხმა მოვედი. რეშვები როგორ ხარ? ცოტა დავიყარე შენ. ძალიან მაგარი ამბავი უნდა მოგიყვა. მართლა? მოკლედ. გამარჯობა, აბგეხოწები, მე მითხარი რა, შევყავ რამეს, თორე გული მიმინდის. ცივი ყავა გააქვთ, ნაყინით. მოდით, მომიტანი ცივი ყავა და მე თუ რამე დავამატებ, კაი, მადლობა. მოკლედ, ნინოც ახლა ჩემი ბიძაშვილი. კი, როგორ არა, ერთად დავდებით ხოლმე ინტერვიუებს. ხო და მაგის ამბებიც გეცოდდება და მოკლედ გუშინ ვიყავი, ნახე რაღაცები ვიჭერავ და ისეთი ამბავი მომიყვა. просто შოკში ვარ კონცა. რა? რა და ეს შენი რედაქტორი გია. ძალიან ჟმოდი ტიპია. გია რა შუაში? რა შუაში და ძალიან ცოტას გიხდის ხელფას. ნინოცას აქ შენზე ორჯერ მეტი ხელფასი. მართლა? და მე შენ ადგილას მივიდოდი და დაველაპარაკებოდი რა. არ შეიძლება ესე. ძალიან მაგარი თემები მიგაქვს და ესე ცოტას გიხდის. მადლობა. მოკლედ რაღაცა გითხრა რა. ეს ავიღე წინა სტატიების ჰონორარი. და ახალი სტატიის შეკვეთაც მივიღე. ძალიან მაგარია. ხო, ძალიან მაგარი თემა. მაგრამ მე დამირეკა ნანუკა. და სამსახური შემოთავაზა საერთოდ. ნანუკა შენ ბავშვებს მეგობარ. ხო, ჩემი მეგობარი. ხო და არ ვიცი, მთელი დღე ვფიქრობ და რა გავაკეთო, არ ვიცი. და რა არის? მოკლედ პიარია რა, რაღაც სარეკლამო სააგენტო წელს ავიღეთ გრან-პრი კანის ფესტივალზე. ძალიან მაგარი სამსახურია, არ ვიცი. მე კაი რა გვანცა რა. ვანეს ღაურება ძალიან მაგარია, ბოლოს და ბოლოს გადავალ რა ცალკე საცხოვრებლად რა. არ ვიცი, ვერ გავუშვებ თათი ამ შას ხელი და. ხო, რავი. შენი გადასაწყვეტია რა, მაგრამ ეს და მეც მწყდება გული თათემა, ხო გესმის არა ჩემი? ხო რა, პრინციპში ალბათ მეც მასე მოვიქცევოდი რა. მე კარგად დაიქოქა ეს ბლოგი და მაგრამ მიდიოდა ყველა. ხო მე ჩემზე ხო არ არის, გააგრძელე რა შენ წერა. რატო არ აგონია თათია? თუნდაც მე ვეთყვი გიას ჩემ რედაქტორს. და შენ დაწერე რა, ძალიან მაგარი იქნება. გაიგე? ნუ ხარ ახლა ესე ცოცხასია. აიცა ერთი ძაღლი.
ერთი ძალიან მაგარი სიმღერა გავჩნდა. მთელი დღეა ვეძებ ვიპო. ბიჭო იქნებ უკვე წავიდა, არა ძმაო შანსი არა მთელი დღე აქვს გავართ როგორ. შანსი არა ჯერ არ მორჩებოდა გადაგებას. ბიჭო მთელი დღე აქვს გავარ და არ გაიჩიტათო. გაიჩითება დაწყნარდი რა. ბიჭო ისე არ არის ხო ეგ ზდარო ვიღე. არა გადაუხო იცი ხო გახსოვს. აბა ესე ვინ დაგავუ. ამანებეთავ. ბიჭო იქნება არ ღირს და წამორო წავა. რა ჩუმდი რა. აუთა რა მაგარი სიმღერა იყო იცი? ეს კაცი ხო იწებდა რა. და ქალი რო აყვებოდა. კაი გაჩერდი ერთ ამ ძმობას გაფისებ საღამოს მოგიზებნი მაქსიმალს. ეხლა ცოტა ხანი წყნარი. მაშო გაიჩი. დაგვინახა ბიჭო. აი მომისმინე მოყვერცა. ეხლა გადადი და მიესალმე. ოღონ არ დაიწვა რა ვითომ რაღაც საქმეზე ხარ. შენ აქ საერთოდ რაღაც საქმეზე ვარ ამას. ისე ძალიან აღარ გეტყობა. ბაკო მე ვიცი რა საქმეზე ხარ შენ მოსული. აი არ მოსულ ვარ მაგის გამო. კაი რა ეხლა რა. აი ლაშა მოდის. საბერეთ საღება გინდა ხო? აი მე ვიცი ყველაზე მაგრა რაც გამამწარებს ლაშას ხარ რა. აი რა. აბა დიდი მადლობა და იმედია რომ აუცილებლად ვითარდება დაწყება უკვე ბატონო კარგი შეგვიძლია. კი, კარგად დამდებოდი. კარგად დამდებოდი და აუცილებლად ეს რა დამახმია? ბა. დეგენერატს რო ენდა მაგის ბრალია. მიყურე ხა ესე. კაცრო ესეთი ჭკუა გაქვს, ესეთი ოჯახი გაქვს. ესეთი საქმის წამოწყება შეგიძლია. როგორ ვერ უნდა იპოვოს სანდო ადამიანები? ეგეც ვიტყვი და პირველი არ არის ეგ რა. მეც მაგას ვამბობ. სხვებს რომ უყურებ, შენი თავი ხო გაბია რა. ყველა ძაღლს და მამაძაღლს როგორ უნდა გადაეკიდო? დედა გეყოთ, ჰა? მაგრამ რა არის აკაკი? პატიოსანი რო ხარ ადამიანი, რას იფიქრებ, რომ სხვებს ესეთი რაღაცის გაკეთება შეუძლია? ხო, მე არაფერი არ გამიკვირდება ხა ესეთები ხდება რომ. ბროლთაზე მეშლება ნერვებიც აქამდე ხო იცოდა, არა რისთვის წავიდა? რისთვის წავიდა? მაგა და ოჯახის გულისთვის წავიდა. მაგის იმედი რომ მქონდა მაგის გულისთვის წავიდა. რატო წავიდა? განი დედა ლიზამ არ გაიგოს რა. დაწყნარდი არაფერს არ გაიგე. მისა გაუგოს. კარგი რა შენს რა მუცასავით იცი ხომ? Здорово, брат. გაუმარჯოს. Привет, мага. Привет, დაჯო. რა ხდება? დადოს ხო არ დაურეკია, რამე ახალი ხო არ არის, დო? არა, ახალი არაფერი, მაგრამ აკაკი ჩავაყენა საქმეს ყურში ადვოკატია მაინც ხო იცი. ო, სანდოკაცია ეხა საჭირო, დო. ესე იგი თქვენ სამივე ერთად იყავით წილში, ხო? კი, სამივე ერთად ვიყავით, ბრატ. ჯერ ბახამ დავითა ჩაითრია და მე მეც ჩამიყოლა რა. და ვაფშე ჩემთვის ვიზა რო ჩაერტყათ, ეხა მეც დავითას პონჩი ვიქნებოდი, დო. ვიცა შენ წაპირებ წასვლას? იასნია ვაპირებდი, ბრატ. ჩვენი ბრატი 2 დღეა წასული ამ ხელა საქმეზე ტელეფონს არ პასუხობს, დო. რაღაცა ეჭვები გაგვიჩნდა რა და ყველაზე ხარ ჩავალთ ვიფიქრეთ ასზე მოვიყვანთ მეთქი რა. ანუ ეჭვი გქონდათ. ვინჯო ეხა ეჭვები რა, ძმაო, შენი ბრატი რო წასულია ამ ხელა საქმეზე 2 დღეა ტელეფონს არ პასუხობს, დო. ყველაზე ხარ ეხა იმ ფიქსი წავედით, რომ თუდად ხო არ არის და რამე ხო არ უჭირს და რამე რა, მაგ ფიქრებში. ეჭვები. აჰა, ასე გები. ანუ მანამდე არ იცოდით. მე რა ვიცი ეხა ძმაო, დავითამ რა იცოდა და რა არა, დო. მე ჩემ თავზე ვარ, ატვიჩაი რა ბრატ რა. აი, საწყნოდ არ მithkomს ესე კითხები. ხო, საწყინად რავი, კაროჩი. რას და თუ დაიჭირეს, შენთან არ დაურეკია, ხო? დავითა რას დაიჭირეს, მე სულ ერთხელ ველაპარაკე რა, აი მაკა მიცის. ხო, სკაიპით ველაპარაკებოდი და მაშინ მეთხრა ირაკლის დაურეკე. აჰა. ხო, რავი, ესეთი ამბები ახლა აქედან არ წყდება რა. უნდა დავუკავშირდე იქ და გავარკვიო რის გაკეთება შეიძლება. ირაკლი ჩაის და ლევ თუ ყავა გერჩენ. რავი, ჩაი იყოს და.
რა შვებდია? და გელოდები. მალე მოიცლი? ჩვენ ჯერ კიდე გუდაურში ვართ. გუდაურში? რატო? ძალიან გაიწელა ბინის ამბავი. მე რუსუდანმა ფეხი იღრძო. რა ცუდია. ხო, აქ ექიმთან მყავდა, მაგრამ რამე სერიოზულია? არა, ისეთი არაფერი. მან რო ჩამოვალთ, მანდაც მივიყვანთ ექიმთან და ცუდია. დია. დღეს შეიძლება ცოტა გვიან წამოვიდე და ხვალ გნახავ რა. კარგი რა, გიო, სამსახურიდან ადრე მოვედი სპეციალურად. ხვალ გნახავ გვპირდები. ო, კაი. ისა რა ვიფიქრე იცი? მეც ხომ არ ვიყიდო აქეთი ბინა. არ ყოფილა შორს. თანაც ამოვალ დავხატა. დასახატა ჩვენთან ამა. შეუკვეთეთ უკვე? რა გადაწყვეტეთ ვინაზე? აღარ ვლაპარაკობთ. აუ რა კარგი იქნებოდა ანიც რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო რა. კარგი ის იქნებოდა რუსუდანს ის მიწის ამბავი რო არა ეტეხა. რატო? იმიტომ რომ არ მოიმტვრევდი ფეხს. იცი რა არის? შენი საკუთარი ეზო რომ მოგინდება და არ გექნება, მერე გამიხსენებ. საშინელი აურა იყო იმ მიწაზე. არა, ამჯერა ეგეთი რაღაცეების ხო იცი, მაგრამ საშინელი აურა იყო. როგორც წესი, ასეთ გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით ღებულობენ. ეხლა მე ვიცი რომ გიორგის ბინა უნდა. ეხლა ნატო ჩვენი ოჯახის წევრია და ბინა. ანი ვიცი რომ ბინის მომხრეა მე, ანის მომხრე ვარ. ნუ რუსუდან ერთი შენ ადებ ვეტოს ამ გადაწყვეტილებას რა. ო, აი მიერთვით. ისე მთაში ყველაფერი ორმაგად გემრიელია რა. ორმაგი ვისკი თუ შეიძლება. და ერთი ლუთი. მართლები ხართ თქვენ. რაღაცა მეც არ მომწონს ეს მიწის იდეა. ბინა ვიყიდოთ რამას. ია, ყავს ვინმე ჩაწერილი? არა. აი მორჩი და მომხედე ხო? კაი, ოღონდ ყავას დავლებ მამაკაცი. ია, რას გაშტერებულ ხარ? რა მითხარი? მორჩი და მომხედე თქო რა. ხო, ეხლა. ვით არ გამოვა რა ასე ბატონო მალე რა. შევიგულეთ კაცი, შევიპირეთ. სხვა სახლებზე უარი ვათქმევინე. თან აღდი მყიდველი. ვიცი ჩემო მერა, მაგრამ ჩემწოს რა უყურე. და მოვაგვაროთ ამ ცოლის ამბავი როგორღაც და ჩავაბაროთ ეს ბინა იმ პატიოსან კაცს, ჰა? მერა კი იცი შენ რომ მატყარა კაცი არა ვარ. მე ძალიან მინდა. ძალიან მიჭირს. სახლის კაპიტა, მთელი ახალგაზრდობა ამ სახლში მოკატარებული რა არ გადამხდენია. მაგრამ ნახევარი როგორ მივცე, მითხარი, როგორ მივცე ნახევარი. ზუსტად რა გითხრათ, თქვენ მაცხოვრო? არა, ეგ სახლი ჩემიცაა. და ნახევარი უნდა მოვცეო. მე კი ძალიან მჭირდება ეს დანატირები ფული. ჩემთვის ხო არ მინდა რა. ნახევარი მე მომეციე ხო? ხო. და თქვენ მაცხოვრმა იცის რომ კლიენტი ყავთ? კი, მაგრამ ფასი არ მეთქოს. ძალიან კარგი ბატონო მალე. წინ დახედული კაცი ხართ. ისე ხომ შემიძლია რომ გენდოთ?
რაზეა ლაპარაკი? ამას იმიტომ გეუბნებით ბატონო, მაგრამ ხომ იცით ეხლა არაა საქმე ისე. თან კარგი კაცი ხართ და მინდა დაგეხმაროთ. მოკლედ გარიგებას გთავაზობთ. არა, ისეთი არაფერია. საშიში არაფერია ეხლა ამდენი ხანია ამ საქმეში ვმუშაობ და რა არ გამიკეთებია ბატონო, მაგრამ მოკლედ არაფერი არაა საშიში. არა, თუ ისეთი არაფერი. არაფერი ისეთი. მოკლედ თქვენმაც რომ არ იცის ხომ 45,000 რუბლი დინას. არა. ხო და ძალიან კარგი. უთხარით, თქვენ ცოცხს რომ მიწის დამტკიცება ვერ მოხერხდა და ბინაში 30,000-ზე მეც არ გაძლევენ. იმ 45,000-დან კიდე 30,000 ხომ საკმარისია თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად. კი, მეყვა. თანაჩემ ფულს კიდე ხელზე მოგაწვდით. კი, მაგრამ ის კაცი თანახმა იქნება. ვინა, კობა? ხო. კობას მე მივხედავ კაცო, თქვენ მაღაზიაზე ნუიდარდეთ. შევთანხმდით? შევთანხმდით. სხვა ჯამაიც არა მაქვს. კარგით, მაშინ ეხლავე დაურეკეთ თქვენ სულს. მე კიდე ხვალვე მივხედავ საბუთებს გაივით. კარგი. ალო. იზა. მე ვარ მარლენი. გისმენა, ბაბრატო. მოკლედ არ მინდოდა მაკას ნერვიულობა და იმიტომ გთხოვე აქ შეხვედრა რა. იქ ვერ დაგელაპარაკე. მესმის ბრატ, ყველა მაგრა ნერვიულობთ რა. დავითა ჩემი ბრატია ძმაო და ბავშვიცა ვარ, მაკაზე ნაკლებად არც მე არ ნერვიულობ რა. ახოდუ ჩემი ინტერესებიც არის ამ საქმეში თო. ვეჩი. მოკლედ პირდაპირ გეტყვი რა. გონია რაღაცა იცი და მალა. არა ძმაო, რაც ვიცოდი ყველაფერი ვთქვი რა. ანუ არაფერი არ არის ისეთი რაც უნდა ვიცოდე და მომეხმარება საქმის მსვლელობის დროს? არაფერი მეთქი ხო გითხარი, ყველაფერი გითხარი რაც ვიცოდი. დათოს იქიდან არ დაურეკავს ხო შენ? ერთხელ ვებაზრე რა. როგორ ძევით გითხარ. და არაფერი არ უთქვამს რომ ბახარო ნახა და მსგავსი. არაფერი მეთქი ხო გითხარი ძმაო თო. და ვაფშე შენ მე ვინგონი ვარ ძმაო, ჩემი ინტერესებიც არის მეთქი ხო გითხარი. არაჩე რა დაკითხვაზე ვარ თუ რა პონტია თო. როჩი. მომისმენ ერთუთი. შენ მე პროკურორი ხო არ გონი? მოვედი გეხმარები შენ მალავ აქ რაღაცებს. შენ ამბობ თან რომ შენი ინტერესებიც არის ხო? უნდა გამოიძიოს ეს საქმე და ხო გინდა იმ ბახას მონახვა რა. მარტო დათოს გამოყვანა ხო არ არის? მოვედი გეხმარები თუ არ გინდა სულ კარგად იყავი რა. კაროჩი რა. არჩე ბახარო აღარ გამოჩნდა ძმაო. მე იქ ბრატები მყავს რა. გაჩიტული ბიჭები არიან და აზე მოსულები არიან. კაროჩე ჩემს მაგათით გავაიასნე, რომ ბახა ესპანეთში მომწყდარა რა. ანუ დათო პირდაპირ ესპანეთში ჩავიდა? იასნია ბრა. მერე დაადგა ბახას. იმან ფული არ მაქვს, რაღაცა სირობები დაიწყო და მერე ბიჭებს თხოვე რომ გაყოლოდნენ რა. ეს ბიჭები სანდოები არიან? ატაო ბიჭო, მაგათ ვალდახუჭული ვენდობიტო. კაროჩე რომ დაადგნენ, დავითამ დანაგაშალა რა და ბახაც დაიჭრა. და მან ჩავარდა დავით. და ისინი? ისინი ადრე დატყდნენ და ვაფშე არ ჩანანიას. ელაპარაკე შენ იმათ? იასნია ბრატ, იმათ მონაყოლს გიყვები ერთი-ერთი რა. შეიძლება რომ მეც დაველაპარაკო. შენ მე ხომენდობი ძმაოჯა. ხო და აბა რა საჭიროა ეხა გითხარი რაც მითხრეს ყველაფერი და რაღა საჭიროა ეს საქმის გართულება თო. ახასი ისმის რა? არა, არაფერი ვაფშე. ანხის ის ნაწილი თქვენს და თქვენ მეუღლეს უკვე ჩაგერიცხეთ. ხო და ესეც ის დანარჩენი როგორ შევთანხმდით? გამოფინანსზე რო თათია იყო, მაგის ნომერი უნდა გამიასწრო რა. თათია ვინდა? აი წერვა ჟურნალისტის დაკარა. კიდე რომ მოვარდეს? კაი დაწყმა, დავაგდება. იმედია. უბრალოდ ძალიან დავიღალე ამ სკანდალებით და კუკო დამოგვებოდეს თამაშით. უნდა დავცალო. იზამრავო. გაიგო თავის წინ. ახლა გონი წდება ამ საქმე არ იცი რა.